რამდენიმე მაგალითი გვაქვს მოცემული, ეს არის პირველი მათგანი და ძალიან მნიშვნელოვანი უნარი არის, როცა შეგიძლია შეხედო უკვე ნამუშევარ ამოცანას, ნამუშევარ მაგალითს და განსაზღვროს სწორად ამოიხსნა ეს თუ არა, სწორად ამოხსნეს ეს მაგალითი თუ არა. და მოდი ჩვენც შევეცადოთ ამის გაკეთებას. ესე იგი, უყურებთ და თავიდან ხედავ, რომ მაქვს გამოსახულება 9-ჯერ 2x + 1 უდრის 39-ს. ახლა პირველი ნაბიჯი არის ასეთი 18x + 3 უდრის 39-ს. ესე იგი, როგორც ჩანს, 9x-ზე გაამრავლეს 9-ზე გაამრავლეს 2x და 9-ზე გაამრავლეს 1/3. ანუ ფრჩხილები გავხსნიათ. რას მიიღებდნენ? მიიღებდნენ 9-ჯერ 2x, რაც მართლაც 18x-ია და მიიღებდნენ 9-ჯერ 1/3, რაც არის მართლაც 3. ესე იგი, ფრჩხილები სწორადაა გახსნილი. და მარჯვნივ 39 ისე 39-ია, ასე რომ პირველი ნაბიჯი კარგად გამოიყურება. შემდეგ რა გააკეთეს აქ? 18x გვაქვს, მაგრამ 3 აღარ არის და მარჯვნივ 39-ის ნაცვლად არის 36. ესე იგი, როგორც ჩანს, ორივე მხარეს გამოაკლეს 3. და მაშინ აქეთ დადებითი 3 და უარყოფითი 3 ერთმანეთს გააბათილებდა, დარჩებოდა 18x და 39-ს გამოკლებული 3 მოგცემდა 36-ს. ესე იგი, ესეც სწორადაა შესრულებული ნამდვილად. და ბოლო ნაბიჯი 2 აქვთ მიღებული. ანუ x რადგან ცალკეა ნიშნავს, რომ 18-ზე გაყვეს ორივე მხარე. აქეთ მხარე რომ გავყო 18-ზე, მართლაც დამრჩება x და აქეთ მხარე რომ გავყო 18-ზე, მართლაც დამრჩება 2. ესე იგი, გამოდის რომ ეს ამოცანა სწორად არის ამოხსნილი. ძალიან კარგი. მოდი გადავიდეთ სხვა მაგალითზე. აქ გვაქვს ესეთი მაგალითი. 8/13 ტოლია 3-ჯერ c-ს + 5/13. როგორც ჩანს, ისევ ფრჩხილებია გახსნილი, აი აქ აღარ გვაქვს ფრჩხილები. მოდი ვნახოთ სწორად გახსნეს თუ არა. ესე იგი, გაამრავლეს 3-ზე c და გაამრავლეს 3-ზე 5/13. 3-ზე c-ს რომ გავამრავლებთ, მივიღებთ 3c-ს, სწორია. და 3-ზე რომ გავამრავლებთ 5/13-ს, არ მივიღებთ 5/13-ს. აი ესაა შეცდომა. აქ უნდა იყოს 5. ეს უნდა იყოს 5. იმიტომ რომ 3 გამრავლებული 5/13-ზე უდრის 5-ს. ესე იგი, გამოდის რომ პირველ ნაბიჯში არის აქ დაშვებული შეცდომა და დანარჩენიც უკვე შესაბამისად არასწორი იქნება. ასე რომ მოდი გადავიდეთ შემდეგზე. 1/4, ცოტა მარტივი ჩანს ეს, +2 უდრის 10-ს. ახლა ვნახოთ. აქ მარცხნივ მარტო ერიანი წევრი მაქვს დარჩენილი და მარჯვნივ 10 აღარ მაქვს 12 მაქვს. ესე იგი, რაღაც ჩაუტარეს მარცხენა მხარესაც და მარჯვენა მხარესაც. კერძოდ, გამოვაკლეს ალბათ 2, რომ 2 მოეშორებინეთ. ამიტომ გამოვაკლოთ 2 ორივე მხარეს. მაშინ მარცხნივ მართლაც დამრჩება 1/4, მაგრამ მარჯვნივ 10 - 2 8 არის და არა 12, ანუ ეს უნდა იყოს 8. აქ შეცდომაა. კი არ გამოვაკლეს შემთხვევით მიუმატეს როგორც ჩანს, უნდა გამოეკლოთ. ასე რომ აქაც დაშვებული არის შეცდომა და შესაბამისად დანარჩენი ამოხსნაც უკვე იქნება შეცდომით. აქ უნდა ყოფილიყო 10 - 2, ანუ 8.